კახი ბექაური კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. ეკატერინე ბერიძე 2013 წლიდან Georgian Water and Power-ის კომუნიკაციების მენეჯერია. შეიძინეს 7 ავტომანქანა, 21 ბინა, მაჯის საათები და ცეცხლსასროლი იარაღებიც კი. მაგალითად, მათ საკუთრებაშია კერძო სახლი ლისზე, ვილების უბანში. ეს ნაკოთი ბექაურმა 2024 წელს $330,000 შეიძინა. იქვე 5 წუთის გზაზეა ელიტური უბანი მწვანე ქალაქი ლისზე. აქ 2 ბინა აქვთ. 289 კვადრატული მეტრი ლისი გრინ თაუერსში, რომელიც 9 მილიონზე მეტი დაუჯდათ. მეზობლად ტირიფების ქუჩაზე კი 92 კვადრატული მეტრი ბინა აქვთ, რომელიც $101,000 იყიდეს. მორიგი პრესტიჟული უბანია თბილისი გარდენსი. ამ ცათამბჯენში ეკატერინე ბერიძეს 3 ბინა აქვს. სამივე 2024 წლებში იყიდა $9 მილიონ. ახლა ვაკეში გადავინაცვლოთ. ეკაბერიძეს 130 კვადრატული მეტრი ბინა აქვს ვაკის პარკთან, დომუსის თანამედროვე კომპლექსში. ესეც ახლახანს 2022 წელს იყიდა $255,000. იქვე არქი თაუერის და აქსის თაუერის ცათამბჯენებია. წყვილ მარც ამ სიმდიდრეზე თქვა უარი. აქსისში 5 ბინა იყიდეს, არქიში 2. 7-ვე 2022-24 წლებში ჯამში $1 მილიონ. გარდა ამისა, უძრავი ქონება აქვთ მთაწმინდასა და სოლოლაკში, 2 ბინა ჭონქაძეზე, 1 თაბუკაშვილზე, ზუსტად ოპერის თეატრის უკან. ქონება არც მთის და ზღვის კურორტებზე აკლიათ. ბექაურის სახელზეა ბინები და ავტოსადგომები ბაკურიანსა და დუშეთში. ხოლო მისი ცოლის სახელზეა ზღვისპირა აპარტამენტი პორტა ბათუმის ცათამბჯენში, ანბანის კოშკის ხედით. Porta Batumi Tower is a world-class architecture. ბექაურმა თანამდებობაზე ყოფნისას მიწის ნაკვეთებიც იყიდა. ახმეტასა და ყვარელში ჯამში 24 ჰექტარს ფლობს.